დღეს ჩვენ ვარეაქტებთ კინოცოდვას. ეს არის ეპიზოდი 7, დოქტორი სტრეინჯი და ვისაც გისწორდებათ კინოცოდვა და ვისაც გისწორდებათ კინოცოდვის რეაქტები, გლიჯეთ ლაიქს და დამას subscribe-ით მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ კინოცოდვა ბოლომდე შევარეაქტოთ და ნახოთ ყველა ვიდეო მოკლედ რა. კინოცოდვის არხის რა თქმა უნდა აღწერაში იქნება და გლიჯეთ და გადადით და გამოიწერეთ და ეხლა აღარ გავაჭირებ და დავიწყოთ და შევაწვინოთ რა. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კინოცოდვა. დღეს ვისაუბრებთ ფილმზე დოქტორი სტრეინჯი. ახლა მაღალია შაუწიო. ცა? ესე იყოს, თორე ახლა მაღალია დავიჩი. მარველის სამყაროში ჯადოქრებს დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის სულაც არ ჭირდებათ ჰარი პოტერებით ცოცხლზე ამხედრება და ჰაერში ფრენა. ისინი პორტალებს იყენებენ, ამიტომ გაუგებარია კამარტაჯის ბიბლიოთეკაში დაცული კალიოსტროს წიგნის მაგიური შელოცვის მოსაპარად ფეხით რატომ მიდიან. ალბათ ფილმის დასაწყის მისტიური ელფერი უნდა შეძინონ. ჰეი, მოიცა, დამანგრეველი მაგიური შელოცების შემცველი წიგნების ამ უნიკალურ სავანეს ერთი ფორმალური მცველი ყავს, რომელიც ქურდებმა რამდენიმე წამში ჰაერში გაფარჩხეს. გარდა ამისა, მაგიური წიგნები ყოველგვარი დაცვითი მექანიზმის გარეშეა დატოვებული. ჰოგვორტსის ბიბლიოთეკის აკრძალულ სექციაში დაცული ლიტერატურა და სკოლის სასწავლო წიგნებიც კი თვითონ იცავდნენ საკუთარ თავს. კამარტაჯის ბიბლიოთეკის 1000-ჯერ სახიფათო სახელმძღვანელოები კი ყოველგვარ მაგიურ დაცვით ბარიერს მოკლებულია. თუ ამ საცოდავ ტიპს არ ჩავთვლით. აბარა, მაყურებელი რომ მიხვდეს, თუ ვინ არის ფილმში მთავარი პროჭი, მან აუცილებლად რაღაც პროჭობა უნდა ჩაიდინოს. ბიბლიოთეკარისთვის თავის ქალის ვირტუოზულად მოკვეთა ფილმის სანახაობრივი ელემენტი უფრო მგონია, ვიდრე რაიმე რიტუალური საქმისთვის აუცილებელი აქტი. კასილიუსი იმდენად დარწმუნებულია კამარტაჯის მონასტრის ძმების უზადოდ წინ დაუხედავ ხასიათში, რომ ბიბლიოთეკარის მოჭრილი თავის ჩასაგდებად ქვაფიც კი თან წამოიღო. რამ ზაკრულად დახვეწილი ესთეტიზმია. თუმცა გადამღები ჯგუფი ტექნიკურ შეცდომას აქაც ვერ გაექცა. შენელებულ კადრში კარგად ხედავთ, რომ კასილიუს ხმლები ხელში არ უჭირავს. თუმცა კედელზე ხმლის შრდილები კარგად ჩანს. კასილიუსი ალბათ მთლიანი წიგნის წაღებას აპირებდა. თუმცა განდონა ბავშვივით მოიქცა და ძვირფასი წიგნიდან ფურცლები ამოგლიჯა. შემდეგ წიგნი უსარგებლო ნივთივით მოისროლა და დანაშაულის ადგილიდან დაუსჯელად ათესვას აპირებდა, როდესაც ოსტატო კასილიუს და ეს რიტუალი დარდის მეც არაფერს მოგიტანს. აი, საიდან იცის რომელი რიტუალისთვის საჭირო შელოცვა ამოხია კასილიუსმა? წადი და მიჩივლე. არც ერთი ქირურგი ოპერაციის დროს მუსიკას არ მოусმენდა, რიტმს სხეულით არ აყვებოდა და ფეხებსაც არ აყოლებდა. მით უმეტეს რომ ხელში 9 მილიმეტრის სისქის მილი უკავია და მის ერთ არასწორ გატოკებასაც კი შეუძლია ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ვერც ერთი ექიმი ვერ გაბედავდა ტვინში ტყვია გაჭედილი პაციენტისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაეტარებინა, რადგან არსებობს უზარმაზარი ამხელა რისკი, რომ ტომოგრაფიის აპარატის მიერ გამოსხივებულმა მაგნიტურმა ველმა პროცედურის დროს ლითონის ტყვია მიიზიდოს და პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. რას ხედავ? ტყვიას. ეს ტყვია გამაგრებულია. ტყვია სტიბიუმში ამოვლებით მაგდება. სტიბიუმში ამოვლებული ტყვია იმდენად მაღალ გამტარობას იძენს, რომ გარანტირებულად ხრიტავს თავის ქალას თავიდან ბოლომდე და ასეთი ტყვიის თავის ქალაში გაჭედვის უმცირესი შანსიც კი არ არსებობს. თუ რა თქმა უნდა, ადამიანს ხის თავი და ხისავე ტვინი არ აქვს. თვით მკვლელთა სახელმძღვანელოში ვკითხულობთ. თუ გსურთ სიცოცხლე მდიდრულად და ადრენალინის მაღალი დოზით დაასრულოთ, მაშინ ლამბორგინი ჰურაკანით მიხვეულ-მოხვეულ სამთო გზატკეცილზე გაგაზეთ. პერიოდულად კი სახიფათო მოსახლეებში სხვა მანქანებს გადაჭარბებული სისწრაფით გადაუსწარეთ. ტელეფონზე საუბარი და მესიჯობაც ნუ დაგავიწყდებათ და დიდი შანსი გაქვთ სიცოცხლე თქვენთვის სასურველი უმტყუნელესი შედეგით დაასრულოთ. სვეჩი რატო რისკავდა?
როცა დოქტორი ფეხზე დგება, ნოუთბუქი დახურულია, რამდენიმე წამში კი გახსნილი. ყველი და ღვინო მოგაქვს იცით თითქოს ველი მეგობრები პიკნიკზე მიდიოდნენ. საიდან იცი რომ ყველი და ღვინო მოგიტანა? თვალებში რენტგენი გაქვს თუ წინასწარ მეტყველების ნიჭი გაგეხსნა? შენს ორგანიზმს შეგვიძლია დავაჯეროთ რომ ყველანაირად აღედგინოს თავი. მაშინ შენს თავზე ნაიარევი რატომ არ შეიხორცე? ან ამ კაცმა ხელის მტევანი რატომ არ აღიდგინა? აი რატომ ცდილობ ჩვენს დაბოლებას? რატომ გვაყლევებ? იმე რომტომ რატომ? არ ვიცი. გაიხო ჩაიჯვი. უკანასკნელი სახსრებით ცალხრივი ბილეთი ვიყიდე რათა აქ ჩამოსულიყავი შენ კი წმენით გამოჯანმრთელებაზე მელაპარაკები არა. შენ საკუთარი თვალით ნახე და საკუთარი ყურით მოისმინე მისტერ პენგბორნის ამბავი, რომელიც ხერხემლის საშინელი ტრავმისგან სასწაულებრივად განიკურნა. ახლა კი სასწაულებისა აღარ გჯერა რა შეტუტუცო კაცო. მე ნამდვილი სასწაულის მოწმე გავხდი. 1000-ობით კილომეტრი გავიარე ამ სასწაულის სანახავად. სულ ცოტაც და ამ სასწაულსაც ვიხილავ. და მოდი ახლა სირივით მოვიქცევი, რომ გარეთ გამაჯმეინონ. ჰოლივუდის კინოკლიშეა რომ რჩეული გმირი თავდაპირველად მაგრად იჯვამს სხვა პერსონაჟების ფონზე. აი მერე კი უმტყნელესი მხეცუნია ხდება. ასეთ ტემპერატურაში პიროვნებად 13 წუთი ძლებს და შემდეგ ფუნქციონირების უნარს კარგავს. დანებდი სტივენ. არა. რაღაც ვერ გავიგე. თუ სტრეინჯმა როგორღაც შეძლო თავის პირველი პორტალი გაეხსნა და ევერესტის ყინულოვანი მარწუხებისგან თავი დაეღწია, როგორ მოახერხა პირდაპირ კამარტაჯის ტაძარში, პირდაპირ ოსტატების წინაშე პორტირებულიყო და რა ვთქვათ, ციგნების ბაზრობაზე, მეორადი ჯინსების საწყობში. აი როგორ მოახერხა პორტალისთვის ტაძრის კოორდინატები მიამაგრებინა, თუ ეს მანამდე არასდროს გაუკეთებია. თუ აი ასე, შორი მანძილიდან მინი პორტალების მეშვეობით შეიძლება ბიბლიოთეკიდან წიგნების მოპარვა, მაშინ კასილიუსი თავის ბანდასთან ერთად რა ჩემ ფეხებად მოეთრა წიგნიდან ფურცლის ამოსახევად. უცნაურია რომ კამარტაჯის ბიბლიოთეკა და განსაკუთრებით სახიფათო წიგნებით სავსე მისი ერთ-ერთი განყოფილება, ეგრეთ წოდებული ოსტატების სექცია, ხშირად სრულიად დაუცველია და ყველა სტუდენტ შეუძლია შეეწუწოს და ნებისმიერ მაგიურ წიგნს ზუნზლიანი ხელებით წაეპოტინოს. ბიჭო, რამე ნორმალური შელოცვა მაინც დაადეთ ამ სექციას, რომ ყოველმა გულნატკნელმა ყოფილმა სტუდენტმა galaktikuri ზომის აპოკალიფტური მონსტრის გამოძახების შელოცვა არ მოიპაროს და ჩვენს პლანეტას გაყლის ძირების საფრთხე არ შეუქმნას. მაუცეპსის ფაქტი რომ დროის მართვის დროის მართვის უნარის მქონე უსასრულობის ქვა კარგად გამოსაჩენ ადგილზე დევს. ტაძრის მთავარი ოსტატის მხრიდან რა სამაგალითო წინდახედულობაა რა? ანუ ნებისმიერ შეუძლია ეგრეთ წოდებული აგამოტოს თვალი აიღოს, სივრცულ-დროითი კონტინუუმი ზურგზე გადაირტყას და დროში განვითარებული მოვლენები წინ და უკან აბარტყუნოს. დროებითი მანიპულაციები დროში შეფერხებებს ხმის. განზომილებების არასტაბილური გახსნები. ვრცელი პარადოქსები, დროის მარყუჟები. თუ სცენარისტმა თავიდანვე ასე ჩაიფიქრა, რომ გაურკვეველი მისტიურ სამეცნიერო ტერმინების ბრახა ბრუხით დავეტანჯეთ, ხომ არის ღირსი რომ ჯოჯოხეთში აი ასე დაიტანჯოს. კიდევ უფრო გასაოცარია რომ ამ უნიკალურ არტეფაქტს ბიბლიოთეკაში შელოცვის მოსაპარად მოსულმა კასილიუსმა ზედაც არ შეხედა, მით უმეტეს კამარტაჯის ტაძარში მაგიურ ხელოვნებას წლობით ეუფლებოდა და დავიჯო რომ მის შესახებ დღემდე არაფერი იცის? ეგ კი არა, ყველა ამბოხებული სტუდენტიც წლების მანძილზე ყოველდღიურად ხედავდა დროის მანიპულაციის ამ ფასდაუდებელ ინსტრუმენტს და ამბოხების შემდეგ ვერავინ მოიფიქრა მისი მოპარვა? ამ სასიკვდილო იარაღით ნებისმიერი მტრის დამარცხებაა შესაძლებელი და რატომ არავინ იყენებს? რატომ? როგორი აზრიანი ფილმია რა? ძალიან აზრიანი, ძალიან აზრში შევედი, იმნაირ აზრში, რომ სიბრძნით ლამისაა ჩავიჯვა. მაშინ, როდესაც შურისმაძიებლები დედამიწას ფიზიკური საფრთხისგან იცავენ, ჩვენ ჯადოქრები დედამიწას მისტიკური ძალებისგან ვიცავთ. ბიბლიოთეკის წიგნებს დოქტორი სტრეინჯისგან ვერ იცავდა, რა დედამიწის დაცვაზე მებრუტუნები შვილო. ფილმის მთავარ გმირს მაგიური მანტია აქვს, რომელიც ჰაერში ფრენის საშუალებას აძლევს? მაგარია. მოიცა, ნიუ-იორკში ცათამბჯენიდან ჩამოვარდნისას ამ მანტიას ფრენით მაინც და მაინც თავი არ შეუწუხებია, უბრალოდ პატრონის ქვემოთ ვარდნაშიანელა. აი ჰონკონგში კი ხასიათზე მოდის და სტრეინჯიც სუპერმენივით დაფრინავს. ალბათ ლევიტაციის მანტიას ჭირვეული ქალის ხასიათი აქვს. გაჩერდი. და შენ რას მიიღებ ამ ახალი ერის სივრცული უტოპიის შედეგად? იმას, რასაც შენ და რასაც ყველა სხვა ადამიანი. სიცოცხლეს, მარადიულ სიცოცხლეს. აბარა, კარგად ხედავ ჰონკონგში ბნელი განზომილების გავლენით რა მარადიული სიცოცხლეს გამებდა. ასობით და ათასობით გვამით წამში.
ასტრალურ სივრცეში გასული პერსონაჟების ირგვლივ რეალობა 1000-ჯერ შენელებულია. ცაში ვერტმფრენს ხედავთ, როგორც კი უძველესი ოსტატის ასტრალური სხეული ქრება, მასთან ერთად ვერტმფრენს სადღაც იკარგება. ალბათ იმ ქვეყნად იმ ვერტმფრენით გაფრინდა, არა? ადამიანის ასტრალური სხეული წესით შიშველი უნდა იყოს, არა? ასტრალში რეალური სამყაროდან რატომ გადადის ტანის ამოსიც? ის რა სხეულის ნაწილია? კარგი, ვთქვათ ეს ასეა, მაგრამ გაუგებარია ამ სცენაში სტრეინჯის ასტრალურ სხეულს ფიზიკურისგან განსხვავებით ქირურგის ხალათი რატომ არ აცვია? დოქტორ სტრეინჯ ძალიან გაუმართლა, რომ ბნელ განზომილებაში ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები დახვდა. ჟანგბადი, კომფორტული ტემპერატურა, გრავიტაცია, არავითარი ვაკუუმი, არავითარი რადიაცია. დროის მარყუჟის იდეა არაჩვეულებრივია, თუმცა ერთი უზარმაზარი ნაკლიც აქვს. სტრეინჯმა ფსონი იმაზე დადო, რომ საზარელი დორმამუ მას სწრაფად და უმტკივნეულოდ მოკლავდა, თუმცა დორმამუს თავისუფლად შეეძლო სტრეინჯი ყოველ გასოცხლებაზე ნელი და მაქსიმალურად მტანჯველი მეთოდებით მოეკლა. ასეთ რამეს კი ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებდა. ხოდა სტრეინჯიც დროის მარყუჟს გაწყვეტდა და დანებდებოდა, მაგრამ არა, დორმამუ სტრეინჯს ისე ეთამაშება, თითქოს სამყაროთა მყლაპავი გიგანტის მაგივრად ვიღაც გამოყლევებული ბომჟი იყოს. რა სასაცილოა. შენი ფანატიკოსები დედამიწიდან წაიყვანე და ჩვენ სამყაროზე თავდასხმა შეაჩერე. აქ აღარასდროს დაბრუნდე. რა დარწმუნებულია სტრეინჯი, რომ დორმამუ თუ პირობას მისცემს, მეორე წამს ამ პირობას არ დაარღვევს და დედამიწას მაინც არ გადაყლაპავს. დოქტორ სტრეინჯს აქაც გაუმართლა და ისეთ ბოროტ ძალას გადაეყარა, რომელსაც სინდისი, პატიოსნება, კაცობა, გაგება, ჯიგარი და ფიცის ერთგულების უნარი აღმოაჩნდა. ჯონი, ჩემს Facebook-ზე შედი და დორმამუს მეგობრობის თხოვნა გაუგზავნე. მოგეწონა ვიდეო. მაგარია. მაშინ გლიჯო ლაიქი, გაუზიარე მეგობრებს, გამოიწერე არხი და დავიდო კომენტარი. დიდმა დორმამუმ დაგლოცოთ. როგორ ბედა. მომავალ შეხვედრამდე. მაგაც. ძალასწორებს რა. გიჟიკაცია ჩვეულებრივი. ამიტომ გადადით და გამოიწერეთ უეჭველი რა კინოცოდვა. და მეც არ დაგავიწეთ ეხა რა, ავიდეთ 5000-ე რაღა დარჩა. კაროჩე, 700, 600 გამომწერი რა გახდა. შეაწვინე, დააკლიკე და გამანაცისფერე, იმიტომ რომ წითელია და უნდა გაანაცისფერო, რომ წითელი აღარ იყოს. გაგოცეთ ყველა საბა და წარმატებებს გისურვებთ რა. აბაჰეთ და აბაჰოთ. შემდეგი ვიდეო აგერ არის რავი, ან წინა ვიდეო და ჩაუჭიქით და ნახე. უეჭველი, გაგისწორდება. აბა მაგარად.